43 დღე არის უკვე ყოველი გაშენება და ყოველი დაღამება იწყება თქვენზე ფიქრით, ზიამაღლობელზე ფიქრით და მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მე როცა დღეში ალბათ 10 ჯერ მაქვს ემოციური დაცემის და სულიერი დაცემის საშიშროება, თქვენი გახსენება მაძლევს უზარმაზარ ძალას, რომ ისევ გავიდე და გავაგრძელო ის, რისთვისაც თქვენ ახლა ციხეში ხართ და რისთვისაც შიმშილობთ. დღეს გავრცელდა წერილი, სადაც ამბობთ, რომ თქვენ გაფურთხებენ, ცუდად გექცევიან, გავიწროებენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი, თქვენ უკვე გამარჯვებული ხართ, ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მე პირადად გვპირდებით, რომ ჩემს შვილებს, ჩემი დის შვილებს, ჩემი მამიდაშვილების, ბიძაშვილების შვილებს აუცილებლად მოუყვები თქვენზე. მე აღარ მჭირდება უხსოვარი დროის გმირები, აღარ მჭირდება ისტორიის წიგნებში რომ სწავლობდი, თაკუცა ჩოლოყაშვილზე და ასე შემდეგ. გმირებზე, მაგრამ მე ეხლა მყავს, ჩემს სიცოცხლეში მყავს ჩემი პირადი გმირი, რომელსაც ქვია თემურ ქათამაძე. და მე ჩემს პირდაპირ და არაპირდაპირ შთამომავლებს აუცილებლად ვეთქვი ყველაფერს თქვენზე. რის დამალოსაც ახლა ასე ძალიან ცდილობს სისტემა, მე ამას დეტალებში მოვუყვები ყველა ბავშვს და ყველა დასრულს. და მინდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე გამარჯვებული ხართ, იმიტომ რომ ჩვენს გულებში სამუდამო ადგილი გაქვთ და ვინც თქვენ გამცირებთ, გაფურთხებთ, მაგათ საფლავებზე შვილების ვალდებულების გამო ავლენ ხოლმე და სამუდამო დავიწყებას მიეცემიან. ეგენი არავის არ ემახსოვრება. თქვენ გვაძლევთ ბრძოლის ძალას ყოველდღიურად და ამისთვის გიხდით ძალიან დიდ მადლობას მე პირადად და მოკლედ